გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით მხიარული ფუტკრის გვერდიდან. დღევანდელ ვიდეოში გავტიხრავ ოჯახებს. გადავწყვიტე რამოდენიმე ოჯახს გავუკეთოთ ტიხრები. შესაბამისად, მეგობრებო, მაქვს წამოღებული ბალიშები. ტიხრები დავამზადე პატარა ხის ნაჭრებისგან. გვაქვს ორი ზომის ტიხარი. ეს არის შედარებით მცირე ზომის, რომელიც არის რუტის ტიპის კისთვის. შედარებით დიდი ზომის ფიცარი არის დადანის ტიპის კისთვის. ჩარჩოს ზომა უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო, შეგიძლიათ დაამზადოთ 5-5 მმ-ით ნაკლები. აი მეგობრებო, ერთ ჩარჩოს ახლა ამ სკას ამოვასლი. კიდევ უფრო შევავიწროვე ბუდე და გავაკეთოთ ტიხარი. ბალიში დამავიწყოთ. ის ჩარჩო, რომელიც ამოვაცალე ოჯახს არის სრულიად ცარიელი. ყველა ჩარჩო მოვაქციე ერთ მხარეზე, ზუსტად იმ კიდეში, რომელ მხარეზეც არის ღიად საფლები. ეხლა აქეთ სულ თაფლები არის, ძალიან კარგი სიტუაცია არის სკაში. ფუტკარიც მშვენივრად არის. რატომ არის აუცილებელი ტიხარი? ყოფილიყო ბალიში ტიხრის გარეშე. არ შეიძლება მეგობრებო ბალიში შეეხოს ფიჭას. ამიტომ არის ტიხრის აუცილებლობა. აი კიდევ ერთი ჩარჩო არის გათავისუფლებული თაფლისგან. ამ ოჯახს მეგობრებო მე თაფლის მარაგით ვეხმარები და წამოღებული მაქვს სპეციალურად ჩარჩო, ცოტა რაოდენობის თაფლი არის. ეხლა პატარა ზომის ტიხარი, რა თქმა უნდა. გავიბრაზდეს. ნელა უნდა ვაკეთოთ საქმე. TikTok-ზე მაქვს ვიდეოები, ძალიან მოწყობს ხას, როგორც ეტყობა, 1000-ობით ნახვები აქვს და აი ესეთი რაღაცეები მეგობრებო, ეს საშიში არ არის. თავარი არის რომ ფრთხილად მოვიყვათ ფუტკარს. არ გავაბარაზოთ. ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს TikTok-ზე, ლინკს დავტოვებ აღწერაში. პირველ რიგში გავტიხრავ ისეთ ოჯახებს, რომლებზეც უკვე საფრენები დაპატარავებული აქვს. თავიდანვე ასეთ ოჯახებმა ცოტა ადრე დაიწყოს სხვასთან შედარებით ბუდის შევიწროება. ამიტომ პირველ რიგში ასეთ ოჯახებს ჭირდება ტიხარი. გადავინახოთ მეგობრებო, შემდეგ სკასთან გავაგზავნოთ მუშაობა. ჯერჯერობით მეგობრებო, გუნდი არ არის შეკრული. ადრე არის ჯერ ამისთვის. აი ახლა ნოემბერში აცივდება კიდევ დაეცემა ტემპერატურა დაბლა. აი შემდეგ უკვე გუნდი დაიწყებს შეკრას. სასურველია მეგობრებო, სანამ გუნდი შეიკრება, მანამდე დავასრულოთ ოჯახების გამტიხრვა. ვიდრე გავაკეთებდეთ ოჯახში ტიხარს, მანამდე აუცილებელია რომ საფრენი დავაპატარავოთ. აი მაგალითად მეგობრებო, ეს ოჯახი არის ძალიან სუსტი. ამიტომ არ მოგერიდოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ტიხარი ორივე მხრიდან. ანუ ფუტკრები მოაქციოთ ზუსტად შუაში. ზედმეტი ყურადღება არ აწყენს ფუტკარს. შეიძლება არც დაჭირდეს ეხლა ამ ოჯახს და შვენივრად გამოვიზამთროს. მაგრამ ნამდვილად არ იქნება ცუდი, თუ მეორე მხრიდანაც გავაკეთებ ტიხარს. ძალიან დასუსტებული არის მეგობრებო ეს ოჯახი, სავარაუდოდ კიდევ დასუსტდება, კიდევ შემცირდება აქ ფუტკრების რაოდენობა. ამიტომ ასეთი მოქმედება ნამდვილად არ არის ცუდი. ეხლა უკვე შეიძლება ითქვას თბილად იქნება ზამთარში ოჯახი. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ამ ვიდეოს ნახვისთვის.
ჩვენ ესე გავაგზავნებთ მუშაობას ნოემბრის შუა რიცხვებამდე, შემდეგ ერთ საკონტროლო შეწამლას გავაკეთებთ, ვაროას ტიპაზე დამუშავებას, რა თქმა უნდა, ამის შესახებაც გავაკეთებ ვიდეოს. ყველას გირჩევთ მეგობრებო, განსაკუთრებით დამწყებ მეფუტკრეებს, აუცილებლად დაიწყეთ ტიხრების დამზადება. რა თქმა უნდა, დაალაიქეთ ვიდეო და აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ძალიან დიდი მადლობა ყველას.